ვეშვები და ბოლოში თითქოს ყუც ხედავ, მაგრამ რა ვიცი ეს. შორიდან შეიძლება არა. აი ეს არის კაზინოების ერთ-ერთი ცნობილი ადგილია ნიუ-მეხიკოში. აი ტრაილერები, ძღოლები და ეს გიჟმაჟუები რო იტყვიან. ვისაც უყვარს ეს ზამასკაში ვინც არიან ხოლმე ძალიან ბევრი ძღოლები მოდიან და აქ თამაშობენ კაზინოს. კაზინოში უფრო სწორედ. აბა გონი უახლოვდებით ყუთს და всё, აი ეს ხა იქიდან მოდიან მანქანები და აქ საცობში გაჩერდებიან. ჩვენ ამით ვამთავრებთ საცობის ბოლოში მივედი და ეხლა ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი შოთა მოდის იქიდან, წამოდი მეთქი და ეხლა უნდა დაურეკო და ვუთხრა არ წამოხვიდე ცოტა ხანი გაჩერდი. იქ ადგას ტრაქსტოპზე და მეთქი არ გინდა, ნუ მოდიხარ იმ ტრაქსტოპზე ან ხელს დაიბანა რაღაცა და აქ გაჩერება ჯობია მოითმინოს სანამ გაიწოს და მე წამოვიდეს. მაგას ვეთქვი ჩემ შოთიკოს. ასე რომ წამოვიდეს და მე გაჩერდება რატო? ჯობია იქ გაჩერდეს სადაც არის, იდგეს და მე წამოვიდეს როცა ასე თქვა გაიწოს ნაკადი. მაგრამ ფაქტია, მეგობრებო, რომ ჩვენ დავამყარეთ რეკორდი. ესე იგი 152 ეგზიტი. ესე იგი მოვესწარით საცობს, რომელიც 16 მილი სიგრძეზეა განფენილი. რამდენი გამოდის? 16 მილი გამოდის 25 კილომეტრის სიგრძეზე განფენილ საცობს მოვესწარით. ვართ რეკორდსმენები, ვართ. არ ვიცი ხარ ვიღაც მეგობრები სხვა მძღოლები იტყვიან რომ არის 25 კილომეტრი არის მე 40 და 50 კილომეტრში ვარ მოხვედრი რომ არ ვიცი. მე ამ ხელა გძელი საცობი არ მინახავს. ჩვენთვის ხო არის მაინც რეკორდი და ჩვენი მაყურებლებისთვის. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ამბებზე. ეხლა ეს ბორბლის გადაკეთებისა, გამოცვისა, საბურავის გამოცვლის ამბავზე და გადავწყვიტოთ მე გადავიხდი თუ ისინი გადაიხდიან და ეხლა ვფიქრობ როგორ დაუპირისპირდე რომ მე არ გადამახდე ვინონ. ეხლა ბიჭებთან დავრეკე და ასეთი რაღაცა მითხრეს, კაუჩე გადაგახდევინებენო შენ იმ პაკრიშკასო რა. და ჯობიაო გაჩედე შენ თვითონ იპოვი იაფიენო და ახალი საბურავი რო დავაყენებინო $400 უნდა პლუს სახელოს უნდა. აქო მექსიკელები არიანო ახლო მახლოსო შეიძლება იაფათაც გაგიკეთონო და მოდი ახლა მე გავჩედები და დავრეკავ. იგი ვრეკე 60 ადგილას და ზოგი ფრედნაინერიო, ზოგი არქცალიაო, ზოგი იქავართო, ზოგი მოდიო 100 მაილშიო, ზოგი 50 მაილშიო და მოდი ჯობია ისე აქ მივიდე ამ ლავში და ცოტა ძვირი ეხლა შეიძლება ძვირი შეაფასო, მაგრამ ეხლა უნდა ვიჩალიჩო რომ მე არ გადამახდევინო და კომპანიამ გადაიხადოს. ეხლა მოგინდათ მოსვლა, აი ახლა ჭედვაში ვარ, იქით, მარჯვნივ, მარცხნივ. ამისთვისაც უნდა იყოთ ხოლმე მეგობრებო, მზად, ჩვენ აი თუნა მივიდეთ და ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ამასაც ეხლა ახ მოუნდა გამოსვლა. ამასაც ეხლა ის აყენებს სადაც, არ ვიცი. რა შვებით ამ დროს მეგობრებო, რაც შეიძლება ემოცია უნდა ჩავწიოთ. კი, ბარდაკია, რაღაც არეულობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. რო ავყეთ ეხლა ამ სულს ჩაგვითრებს ემოცია. აყენებს, ვერ აყენებს, აქედან ერთი ეჩხუბება, მეორე ეჩხუბება, ის იქით ვერ აყენებს, ეს აქედან მომიდგა ეხლა. ის კიდე ვერ აყენებს. ძღოლის ყოველდღიურობა მეგობრებო, რომლისთვისაც მზად უნდა იყო, რამდენჯერმე თქვი რომ ძღოლები უნდა იყვნენ ამითი მზად. 10 წუთია აყენებს და ვერ აყენებს რა ისა რა. ეხლა შევხედოთ ვინ იქნება ვიღაცა, რა ვიცი რა. დამწყებია რაღაცა, მაგრამ აი რაც ინდუსი რა. ვერა და ვერ დააყენე რა. რა. აღმოვიდა დიდი სამბით. დაველოდით. ვერ აყენებს, კიდევ ვერ აყენებს. როგორც იქნა მიაყენა რა. ეხლა ეს ორი გავარდება. ეხლა მე არ ვიცი იქით ამას ცოტა ვყენია მანქანა.
ჩვენ ადგილას თუ არის ადგილი, აქაც ახლა უნდა დამაყენებინო თუ არის ადგილი, ჯერ უნდა მოვილაპარაკო. მოდიან ამანქანასთან რომ წავიდეთ ახლა მოვასწრო თორე სხვას არ გადაუკეტოთ გზები. აი ეს ერთი მანქანა ორი არ ვიცი რიგი იქნება თუ რაღაცა სხვა გზა არ მაქვს იმიტომ რომ რიგია რიგი სამი მანქანაო და ტელეფონი გამომართოთ ეხლა ადგილი იპოვეო გაგირეკავთო და მერე დავაყენებთ რა. ჩვენ ადგილი დავაყენოთ რომ სხვასაც შეუშალოთ. აი ცუდი ადგილი არა ჩანს რაღაც. вот ნახოთ ერთი საბურავები როგორ არის. თუ არ გაგლიჯა. აი გინახეთ. ეს როგორ ხედავთ აი როგორ არის. აი ეს არის გამოსაცდელი მაგრამ რიგია. სადე აი აგენ აი მომიწევს აი დადგომა რა თუ აგერ არის თავისუფალი ადგილი და დავდგები და გავაყენებ ეს დამიდგა გვერდზე მთელი რიარია რა ამბავია კაცო ყველას ეხლა მოუნდა აქ მოსლამის აქ არ გინდა ეხლა ეს ყველაფერი დაალაგო. აქეთ რა ამბავია. აქ ვარ დავდგე. ვილათეზე ადგისო რო დაგირეკავენო მე იქიდან მოგიწესო გამოსვლა. Usually they came this way, yeah? Okay, I feel too. Okay. იცით მაინც იქიდან რა შემოხვიდეო და ჯობიო იქიდანვე თუ დაგირეკავენო იქ შეხვალო რა. ის სწორი თქვა რა. აქიდან შევიდოდი და არა იქიდან უნდა შემოხვიდე. აქიდან ვერ გავძრები, თვითონ ეხლა საწვავი უნდა ჩავასხა და ამ ადრიგში უნდა დავდგე რა. ესეთი რაც უცნაური ამბებია, მაგრამ ერთი უფრო კარგია სწორი მითხრა ეხლა მე მგონა იქ უნდა ავაჩვენო მეთქი, მაგრამ იქიდან ვერ შემოხვა და ესე იგი გაჩერებას აზრი არ აქვს, ეხლა მე სადმე უნდა გავჩერდე და რომ დამირეკავენ მე მოვალ მაგ ბოქსში რა. ამაშობაში რიგში დავდგები, ვითომ საწვავს ასხავ, ასე რომ შეავასხავ საწვავს. ანამ ეხლა რიგში ვარ, მე დავრეკავ ჩემ კომპანიაში და ვეთყვი ის მეთქი, ის ბორბალი ჩემი მიზეზით არაა გახეთქილი, მე თვითონ გასხდა მეთქი და მე მაგას არ გადავიხდი მეთქი. როგორო ჩვენ უნდა ვნახოთო, მეთქი არ გადავიხდი თუ არა და წავარ მეთქი. ნუ და კაიო და კაი ჩვენ გადავიხდით რა ეს სიტყვი და ეთქრო კარგია. შევამუშავებთ, დავამუღამეთ რა. როგორ არის ცოტა ახლოს მივიდეთ, აქედან ჩართვა. ნახეთ, პრემიერ აი საიდან არის გახეული ას. და მე რა შუაშია, გასკნესა, იმის ბრალია რა ქვია. საბურავის და მე რატომ უნდა გადავიხავ? მოვარ მარცხად, მეგობრებო, მაგრამ ისინი ცდილობენ რომ თვითონ რაღაცა შემიშა მოიშორო და მე დამაბრუნა, მე ვთხარი ა. აი, კაიო გადავიხდითო და დაიხადო, ეხლა თავარია ჩვენ. ეს გავამუღამოთ რაღაც უცნაურია, ხა იმ ზღომა სწორს მეტყოდა ეხლა. აი, ის გავიდა ერთი. დავდგები ახლა და დავზრევ არა, აქ თვითონ ეხლა ვასხავ, ეხლა ბოზდაბოზეთი 10-15. შემიძლია თქო უძინო პატრა ჩამეთვალოს და დავზრევოთ როგორ მივიდეთ იქ და
მინდუსმა რომ მითხრა, ის შევამოწმოთ. აი, დამადგნენ ახლა უხერხულია, მაინც ღოლურის ვარი. ესე იგი ნაცუდი ადგილია, ესე იგი მე აქიდან რომ გავიდე, მე რომ უნდა დავბრუნდე. ეს რაღაც უნდა გავჩერდე, რომ ამ შენობას წვედა ვარტყა. ასე უნდა წამოვიდე. აი, სადავაყენოს. აი, ქნა დავაყენო საქმე. აკე. შეიძლება ასე რომ წამოხვიდე და აი აგაჩედე, მაგრამ წითელი ხაზია, მაგრამ აი ეს მანქანები რო არ იყოს, კარგია რა. ესე იგი მე რო დამირეკავენ გასაკეთებლად. მეწყვლიან რომ მე კარებში უნდა შემოვიდე. ნუ აი აქ უნდა შევიდე რა. განთავისუფლება ეგ 1-2 კარები აქვს, მე 2 გარაჟი აქვს. კარგი, ერთ სიტყვით იმ ძმორმა მართალი მითხრა, ჩვენი ამოცანა ადგილი ვიპოვოთ. როს ხებს არ შეუშალოთ. ახლა ასე გავაჩინე. ეხლა ეს ცოტა დიდი ტრაქსტოპი რო იყოს, ყველაფერი მოხერხებული იქნებოდა, მაგრამ იმდენადაა მჭიდრო და პატარა ტრაქსტოპია. ცოტა მოუხერხებელია რა. მაშობაში ახლა 5 წუთზე მეტი ამ პამპიდან არ გამოსულა და არ ამგონია რომ შემაგინა, ახლა გავწევდი ახლა იმას წინ და გავწიოთ ეს ჩვენი მანქანა. ჯორჯ, ეხლა იცი როგორი ვიზუჩი ყავხარ და რაღაც არ ამგონია გავწევდი, ნახო ცოტა წინ გავწევდი, მაგის ამბავი ახლა ის ადამიანი დიზელი ჩასაცხმელად ჩამოვიდა და ახლა მე ხო არ დავდგები ახლა. ეს ცოტა აი იქითკენ ხო არ დავდგე რაღაც ადგილი. ნახო. ოკეი. სიცხემ დააწვა. მე ფიქრობ, იქითკენ ხო არ წავიდე და რომ დამიძახებე, მერე გადმოვიდი აქეთ. ამდენ წყალებას ასე გავაკეთებ. ნახოთ იქ მაგაში ქოსიაო შეაძლო სხვა ადგილი. რა ცუდი ადგილია. ესე იგი იმ გზიდან უნდა მივიდე, მაგრამ მაშინ მოდი დავდგები, რაღაც ვიწვალო იქით, აქეთ თუ ადგილია, სადმე შევძვრები რა. აქეთ არის ადგილი და ეგე შევძვრები. არა, აქეთ აი ეს ხო გამოვიდა. მეთუმისარი გაცნობთ. კარტუნბაძეს რა გახსნილი სოფრიდან რომ მოდის თბილისში და მატარებეში რომ ეტევიან ხალხი და ინკამოზე ასე იქნება ერთ დღეში რომ მოგინდებათ ყველას წამოსვლა. ესეთი რაღაცა ყველას ახლა მოუნდა ტრაქტორზე შემოსვლა, არის დაყენება ყველას ახლა მოუნდა იმეების გამოცვლა. აი მგონი აგერ არის ადგილი და თულად უძღუნება, აი აგერ დავაყენებ ახლა. არა, დაკავებულია. აგერ ყოფილა ადგილი, ეგ დავაყენებ. აგერ დავაყენებ უცბად, ცოტა ცუდად, არა უშევი დავჭირდი და მე ადგილი იქნება. დავაყენე, ამათაც ხეს არ უშლი. ეგ თუ დავაყენე ბოლომდე მივიყვანო. უნდა დავაყენე. აგერ მოდიო პირდაპირ ზადნი ხოდით. კიდე ამდენი ვიწვა. არა უშავს, თორე გაკეთეს და ეხლა განთავისუფლა ყველაფერი, რომ მოვედი, მაშინ ბევრი მანქანა იყო და აქ უკვე ადვილია, აგრას აი ეგ არის და არ უნდა იჩქრა რა, ნახეთ უკვე ყველაფერი განთავისუფლდა და მეც უცბად დამირეკეს, არ მოვილოდი სხვათა შორის. ეგ უკანასკნით მივაყენე ხაგე, ახლა მანძილი მაქვს. დავასრულე და აქედან მარცხენა მხარეს ჩანს, ვარ დავაყენებ თვითონ. აი, მანიშნებს ის ძველ ხელოსანი რომ დავაჩირო. ოკეი. მოდი მეონება.
Just one moment. Right side, one moment. I had to disconnect it, this one? I had to disconnect it. You don't have to. Stay here now. Okay, thank you very much. Make sure you sit in the back. You see? Is it rear tire? This one. Okay, cool, I got you. Now, what are we doing? Change. New tire? If you have old, We don't have old tires, we have recaps and new tires. I think. Now, we do got a cheap one, it's called the Rawlings. Yeah, okay. It's a virgin tire, it's only like 3 and change. Okay, it's better this way. Last Because the recaps cost $288 and $324. one. But this one? This one is like $340 something, and with tax it comes out to $360, but it's a virgin tire. Okay, good tires, yeah. Yeah, brand new. I'll show it to you, come on. Okay, no problem. This one, yeah, okay, nice. It's 388, yeah? It's comes out to like 360 something. Okay, thank Okay, you. and then these are the recaps. This one's 280. Nah, recaps I don't know because summertime. It is better, it is better, Okay, yeah. so I got you there. Okay, thank I'll you. let her know. Okay, thank you. And who's paying for this, you or the company? Company pay. Okay. Company. I'll let her know. ხდება მეგობრებო, უყურეთ. აი როგორ არის, ხედავთ გახსოვული. ეს გადაუღეთ ახლა. ისინი ამან რა მითხრა რა. შეგვიძლია ახალი წადავდოთო, ის ცოტა ძვირი არის. შეგვიძლია ცოტა რიქაბ, ანუ გადაკრული და ცოტა რაღაცა მესამე ვარიანტი მითხრა და მესამე ვარიანტი კარგია, გადაკრული არ არისო და გადაკრული ახლა რატო არ გვინდა? კი არის გადაკრული იაფი. მაგრამ ზაფხული არის. ხედება და მე აფუჭებ და მიჩევნია ეს გავაკეთო თან კომპანიას ვახტევინებ და ეგ მომენტია ვირბინე და სუნთქავს სიცხე რო არის. ნუ ერთ სიტყვით აი ეს პროცესია და მე ცოტა ახლა მივხედა, მოვხედა, ვეტყვი და მე გეტყვით რა მოხდება. Alright, so who's gonna pay? You pay? No, company. Alright, come on. Just I will go, yeah. Just to make sure, because Yeah, of course. that's Sure. where she... I will take glasses. Yeah, tell you problema. ამომჩერეს ჩამერთო. ახლა გადახდის ამბებს ვეწყვით. ყველაფერი მეგობრებო ახდება, ყველაფერი ვაჭრობა. ესე იგი, ამათმა მოინდომეს. დავაყენებთო, მეორეც უნდა დაყენდესო რა, ახალიო. მე წავიდა ვაჭრობა ჩემ კომპანიასა და ამათ შორის. მე ამ საწყალმუშას კი ვაჩუქე $20 და ახლა გადაყოლილია ჩემზე. მე ვთხარი, მე ახლა მეთქი იმას კომპანიას დავიღე ერთი პაკეტში გადახდინები გინდა და ახლა ორი მეორესაც მე უნდა გადავიხადო მეთქი არა ჩვენო მაგრამ ჩვენ არ გინდა გადავიხადოთ ორი საბურავისო და აუჩე მიდიოდ ვაჭრობა ბოლოს ივაჭრეს და ეს ახალი საბურავი უნდა დააყენონ რა უბრალოდ ამათ მოუთხრეს რომ ეს ცოტა სიმაღლეში მაღალი იქნებაო და მეორესაც დააწვებაო რა რომ ეს არ გასკდესო რა რა ვიცი ახლა აი წარმოიდგინეთ მეგობრებო აი რა უნდა გააკეთოთ ზღოლმა ახლა რა აი რო ვიძახით ხოლმე რომ ვაჭრობა არ უყვართ კაპიტალისტებს და ამერიკელებს ყველაფერი არის ვაჭრობა ჩათვალე ბაზარია თუ ის არის სტამბულის ბაზარი ყველაფერი არის ვაჭრობა ამერიკაში ხარ თუ განვითარებულ სიტუაციაში ყველა გევაჭრება რა უბრალოდ მასალაში და ამერიკაში და როგორია ცივილიზებურად მიდის ეს უთრეთ ფინანსურ ცეთაი რო ამბობ ხოლმე ფინანსური მოვილაპარაკე და ასე შემდეგ. My friend, why you think it's dangerous? It's right side. It's a bit dangerous because it's lift, yeah, too heavy. Yeah. You should be all right. I'm gonna lift it right now. Okay. როგორ ფიქრობ, მეგობრებო, ახალ გააყენებ და ამას გახეთქავს? არ ამგონია რა. ეს მგონია რომ არ ამგონია, მაგრამ თავი ხა ჩემი ინტერესია რომ კი მითხრეს რომ არ გადაგახტევინე ჩვენ გადავიხდითო, მაგრამ მოიცით ახლა ჩვენებურად დავსხებთ აბა თუ მე მომატყუეს, მაგრამ არ ამგონია რომ მომატყუონ, იმიტომ რომ ცოტა მკაცრად ველაპარაკე და დრო არ არის უკვე საქმეზე, მაგრამ კაცრად და იმას, მაგრამ აი ეგ არის, აი ყველა ცდილობს აი წამოგძლიოს და ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული და ეს თანხები რა რთულად და რა მძიმედ მოდის არა მეგობრებო.
კარგით მეგობრებო, არ მგონია კი არ გადამახტევნებე და ვიდეოს რო არ გაგრძელდეთ დიდი ხანი. დაგემშვიდობებით, ცოტა მძღოლური, ცოტა გრძელი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ რაღაცა თავისებური შემეცნებით. აბა მომავალ შეხვედრამდე, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. ისევ გამარჯობა მეგობრებო. ესე იგი გამოცვალე საბურავები და დავიძარი და იქ ხო ვიდექი 5 საათი საცობში. გამოვიდი და ისე ვარ დამხვდა. გითხრეს რომ დიდი საცობიაო, მაგრამ ეხლა რა გავაკეთოთ იცი? просто რამ გამოიწვია ამ ხელა საცობი. ჩვენ რო წამოვიდით, რამდენი იყო? 16 მილი, ხო? იქიდან რომ მოვდიოდი და გამოცვალე. ამასობაში საბურავის გამოცვალე, ისიც გამოცვალე და ეხლა ვიდექი და მოვიფიქრე ხა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო იმისთან, ან რა ავარია ამისთან, რომ ამდენი ხანი 5 საათი პლუს ესე იგი 8 საათი არის საცობი, რა ვიცი, 20-25 მილის სიგრძეზე რა. არის ამისთან ერთხელ მე მახსოვს, ზამთარი იყო და იმაში ვარ რა, ვაიომინგში. და გზა გადაკეტეს უცბად, ეს 300 მეშვიდე ეგზიტზე ზამთარი იყო, თოვლი და მეთქი ალბათ თოვლია რაღაცა. მარტის თვე იყო და ახსნიდნენ. მე გავიდა რაღაც 4 საათი, 5 საათი, 6 საათი. წამოვიდა ინფორმაციები და მეთქი ვა, როგორ რაღაცნაირად და მაინტერესა, უკვე რადიოში წავიდა უკვე, რა ვქნა, იმიტომ 80-იანზე რომ მიდიხარ, არის ვაიომინგით უნდა გადახვიდე რა, კალიფორნიაში მივდიოდი და ვაიომინგით 80-ით გადავიდა. მეორე გზა იყო, უნდა უკან წამოსულიყავი 70-იან და ის კოლორადოს მთები უნდა გადაგევლო და ჩახვიდოდი კალიფორნიაში, მაგრამ კოლორადოში ჩვენ ხო ზამთარში ვერიდებით რა. და მომიწია, გავარ ახლა 5 საათი, 6 საათი, 7 საათი, ფიქრობ რა უნდა იყოს ახლა იმისთანა მეთქი და მე წავიკითხე თურმე, ესე იგი 400 ტრაილერი, დიდი თოვლი იყო და 400 ტრაილერი იყო ერთმანეთში გადაყირავებული. ეს მე კი ველოდე მე წავედი, მე წრე დავარ დღეთი, ზედმეტი 200 მაილი გავიარე, უკან დავბრუნდი დენვერში და მე დენვერიდან გადავედი იმაში, კოლორადოს მთებში. და ой, საოცრება, ზამთარში კოლორადოს მთებში თოვლი არ იყო და ჩეულებრივ წავედი, მაგრამ მე ხო ინფორმაცია წავიკითხე, ესე იგი ეს ვაიომინგი გზა 80-იანი 3 კვირა იყო დაკეტილი, იმიტომ რომ იმდენი მანქანა იყო გადაყირავებული, ამას გაწმენდა უნდა და მთელი ეს ტექნიკური ის ხონდა და დაიღუპა 150 მძღოლი. აი საშინელება იყო, წელი იყო გონი 20-21 პანდემიამდე იყო, სადაც 2019 წელს იყო. და ახლა დღეს ფაქტობრივად 5 საათი მე ვიდექი, ახლა რომ ეს საათია 3, 9 საათი ეს სიტუაციაა რა. ეხლა დაიძრა და მაინტერესებს ეთი. მივიდექი ახლა 1 საათი, მე მოვიფიქრე, აბა ნახოთ რა იქნება მეთქი და რა ავარია ამისთანა რომ 8 საათი საცობები იყო რა. ახლა ესენი უკვე დაიღანენ ეძღოლები და გვერდზე უყენია, ზოგს დრო გავოვიდა, ზოგს ის გავოვიდა. ჩვენ ვართ საცობის კვლევარები. ახალი პროფესია მოუგონეთ ჩვენ თავს. გავერთოთ, ისევ გავიჭედეთ ისევ რა. ეხლა მე იქიდან სადაც ახლა ჩვენ გამოვცვალეთ ეს რა ქვია მას. საბურავი იქიდან რომ გამომეხედა, დავინახავდი რომ აქ ის იყო საცობი და აღარ წამოვიდოდი. ჩემი შოთიკო მაჯობა, დგას იქა და ელოდება იმ დროს, მაგრამ აგვიანებს იმ ტვირს, მაგრამ ჯობია ისე იქ ტრაქტორზე იყოს და იქ მაინც ტელევიზორს ნახავს რაღაცას და ასე აქ ყოფნას, მაგრამ მე ეხლა არ იყო ეს ასეთი გადასასვლელია ხა ჩვენ მძღოლებმა ვიცით, მაგრამ იქიდანაც არ მოდიან, ხედავ მანქანებს, რაღაცა ხდება რა. ეხლა ზოგიერთმა მძღოლმა აი შეუხვია და უკან წავიდნენ, მაგრამ როგორ წერია official use only crosswalk. შეიძლება პოლიციამ გაგაჩიოს და ჯარიმა დაგატოს და მე შემიძლია ხა დავარღვია და უკან წავიდე, მაგრამ უკვე ფაქტურად აზრი აღარ აქვს, რა, просто
იმ ინტერესიც არის რა, რომ რა არის ამისთანა, რომ ამ ხელა საცობი მთელი დღე არის საცობი. ნუ ექსიდენტი ესე ავარია არის, მაგრამ რა ავარია ამისთანა, რომ მთელი დღე ვერ გაწმინდეს, რომ ამ ხელა ესე იგი ცენტრალური გზა 40, რომელიც მთელი მოძრაობა მიდის, ეს ვერ ყვეს გავლა. ერთი ვერითმენს და შოლდერზე, ანუ გვერდით იმაზე ჩერდებიან და ჩერდებიან, მაგრამ ეგ მარტო გვერდიზე შეიძლება დროც გაუთავდა ლოგბუკის და იძულებულია გაჩერდეს. ახლა ეგ რო დგას ახლა ის, ამან გააჩერა მანქანა, ეგ დაადგენა შოლდერზე და წავიდა დაწვა დაიძინა. და დავითის არის. ამათ მე გაივლის ის 10 საათი და მე იმედი ახლა საჩება და თავისუფლდება ახლა. გაიხსნება, გაიწოვს რო იტყვი, რა ვიცი. ვერაფერს ვერ ვიტყვი. სანამ იქ არ მივარ და არ ვნახავ რა ავარია ამისთანა, რომ ამ გაგანია ზაფხულში, ეხლა ზამთარი რო იყოს და რო სრიალებდეს კიდევ იტყოდი რომ რაღაც ბევრი მანქანა ეხა წეღანარაც მოვყევი რომ ვაიომეში 400 ტრაილერი იყო გადაღირავებული ეს მესმის მაგრამ აქ რა ვიცი რა ხდება ეხლა მარცხნიდან მანქანები არ მოდიოდნენ ეტყო ეხლა გაუშვეს ფიქრობ ეხლა რიგრიგობით უშვებენ თქვათ აქითა ხაზს გაუშვებენ მე კეტავენ მე აქითებს უშვებენ თან ნახეთ მარტო ტრაილერები მოდიან პატარა მანქანები არ მოდიან იქიდან ეს პატარა მანქანებს სხვა გზა აქვს გაიგე რა ხდება ესეგი ამ ვიდეოს ყურება ახლა რა გიებთ სტაიერის მოთმენა უნდა ქონდეს სპორტსმენები ხوارენ ძერვადაზე და მოთმენი ხوارენ სპრინტერები ვინც სწრაფად არბიან და ჩქარათუნად და არის სტაიერები დიდი ხანი უნდებიან მოთმენას აი ეს გვექნება ამ ვიდეოს მოთმენის ვიდეო ტრაილერის როლები რომელმაც უნდა მოითმინონ გზებზე რო კიდე ხო მაგრამ აი ესეთ ტრაფიკში ანუ საცობში რო გაჩერდები და ითმენ და ელოდები ნამდვილად სტაიერული მოთმენა გინდა აი წამოვიდნენ იქ ხა სუცარიელი იყო ეს გზები იქიდან ახლა იქიდან მოდიან და მოდიან ეს სუბურგი მანქანებიც მოდიან რა ხდება ეს სიტყვა იმდეჯერ თქვი რა ხდება უკვე იძულებული რომ ამ სიტყვაზე და ამ მოქმედებაზე ვიფიქროთ ადამიანი რაღაცა რომ მოხდება ხომ რა ხდება აი საინტერესოა ხო ეხა ადამიანი მე რამდენჯერ რა ხდება ეთქვა ქვეცნობიერი რაღაცა პროცესები მიდის და ის შინაგანის არა ვერ გაჩვენისა ვერ ითმენს რა ეხა რა თქმა უნდა გვინდა გვაინტერესებს რა ხდება მაგრამ რატო უნდა თქვა ეხა რა ხდება ეთყობა ეს არის ემოციური შეგრძნების დაკმაყოფილების რაღაცა მეთოდი. თუმცა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებ, იმიტომ რომ შენ იმას ვერ გებულობ იქ რა ხდება, პასუხიც უნდა გქონდეს, ხო, რომ იცოდე. მაგრამ თქოს აი დინდა გაიგო შედეგი, პასუხი, მაგრამ ვერ გებულობ და რა ხდება და ეთყობა ამით შენ ორგანიზმს უფრო ამშვიდებ და აწმარებს რა. ეხლა რაღაც კარგად ვერ გაგეცით პასუხი, იმიტომ არ მიფიქრია, ახლა ალბათ მოვიფიქრებ. გავანალიზებ რატო ადამიანი რატო იძახის რა ხდება. მე ჩემი აზრით აი თქო რაღაცა ენერგიის დახარჯვის საშუალებაა, რომ დაიცალო, გიგროვდება და
გიგროდება რომ შეივსება ის და მე ხო უნდა დაიცალოს და ისე რა ხდება. მე გური ანალიზი გავაკეთე. ამასობაში კი ვარ თუ 1 საათი. ეხლა კი შემეძლო ხა გადამეხვია და წავსულიყავ, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს რა ხდება და თქვენთან ერთად მინდა გავიგო რომ აი რატო წვალოთ ამდენს რა. ხო იცი აი როგორც სპორტსმენი დაიწყებს და აი ჟილკა ქართულად აი ჟილკა გითხრებს რაღაც ინტერესი და დიდი საინტერესო მომენტი არ არის ამდენ ხან რო ველოდები და რაღაც ლოდინის რეჟიმში ხარ, მაგრამ ჟილკა ინტერესი არ გვასვენებს. მაგრამ რაციონალურად რო იფიქრო და მართალიც აი ჯობდა მომეხვია იქ წამოწორიყავი და წყნარად მაინც ვიქნებოდი და მე უკვე ავი ხო გაიხსნება 3-4-5 საათის შემდეგ საღამოს წამოსულიყავ. მაგრამ რა უყოთ ინტერესი. ესაც დაიკმაყოფილებდა ადამიანი რომ მე ხო გაიგებდი, მაგრამ მაინც რომ ნახავს თუ სხვა არის. აი ხო უყურეთ მეგობრებო, აი ხა ჩემი ლიას გადავიდე, მაგრამ მომორო ტრაილერის ღრუბ არ გააკეთოთ ასეთი რაღაც. აი ხო გონია რომ შეიძლება გახვიდე, მაგრამ შეიძლება ჩაგივარდეს ეს ბორბალი, ან ერთი ბუქსირი თუ დაიწყო ვეღარ ამოხვარ რა. აქედან გამოდიან რომ ვერ ამოხვარ, მე ვიღაცის ყურადღებას იპყრობ, ვიღაცა ჯანდაბას, მაი პოლიციის ყურადღება და გეტყვის რატო გადახვედი აქ არ შეიძლება. ეხოთ აი ეს მიწა ხო თითქოს ახლა მშრალია, მაგრამ ყოველთვის საშიში, წვიმაში გამორიცხულია აქ ვარიანტი არა ვერ გახვა. მაგრამ ზოგჯერ რისკა ვერ ხარ მშრალი მეებზე და არ არის სწორი აი ესეთ იმაზე გადახვედი. ეხლა ეს ნაკვალები რაც არის, ეს ძიძა პატარა მანქანის ნაკვალებია. დიდების ცოტა, იმიტომ რომ უბრალოდ აი რო გადახარ, იქაც მიედება ტრაილერის ასვია, ფეხები რო არის ისიც იედება და საწვალებელია, ამიტომ ზოგჯერ თუ დაიღლებით ასეთ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, არასოდეს მეგობრებო ასეთ იმაზე არ გადახვიდეთ, იმიტომ რომ გაიჭედებით და უფრო მეტ პრობლემას გადაიღრებით. რაც უნდა სიცხე იყოს რა, შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა რადგან გამომშრალია და სადმა გაიჭედოს, მაგრამ ძალიან ბევრი მანქანა მინახავს, რომლებიც აი ესეთ გუნდზე გადასულან და მე ვერ ამოსულან და მე უკვე ბუქსირი მოუყვანია და ამოუთრევიათ. ჩვენი რიგი დაიძრა, მარჯვენა რიგი დგას. ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, მოდი ყველაფერი ცუდი კარგში გადავიყვანოთ. ჩავთვალოთ, რომ ტრაილერის ასე ვთქვათ, მეცადინეობა გვაქვს ტრაილერის ზღურებისთვის საცობებში როგორ მოიქცეთ და როგორ მოვითმინოთ. უпростоრად მოთმენის ვარჯიში გვაქვს, მოთმენის. ამ დიდ მანქანას გავავაროთ, თორე ძალიან გამოწერილია. მოთმენის სავარჯიშო პროცესში ვართ. აბა, ისევ გავიჭედეთ. ავთვალოთ რომ ვარჯიში გვაქვს. ეხლა მე ხო ვთქვი რომ მოთმენის ვარჯიშები გავაკეთოთ მეთქიდან. მაგრამ ჩვენ თვითონ ვართ უკვე ვარჯიში. აი როგორც იქნა მიუახლოვდი და აბა ერთი მაინტერესებს რა არის, რა ავარია ამისთან რომ ამდენი ხანი უყურებ და ამდენი ხანი წვალობ. ეხლა მე ისე უნდა დავაყენო რომ პოლიციელმა არ დამინახა. ჩვენ შევამჩნიოთ. აი მარცხენა მხარეს არის, ოპა, всё. აი ხედავ რაღაცა და რა ავარია ამისთან რომ 10 საათი წმინდავნე რა არის, ვერ ხვდები. აქ ერთადერთი გზა არის, თუ მანქანაა გადაყირავებული, აი ზეთის მანქანა და ქიმიური რაღაცა, რომელიც მე ცუდი ან უნდა გაწმინდონ ან რაღაცა. ეს ახალი გაკეთებული, მე ცოტა იქით არ ვიყავი 126-ზე. ეს ახალი მე სადაც ვიყავი 5 საათი რო ვიდექ, იქ არა ვარ, იქ ვიყავი მე 126-ზე მაილზე, ეს არის 118. რაღაცა მანქანებით განან უბრალოდ ეს სხვა ავარია არა.
ერთი ნახოთ აბა ეს რა ხდება. დიდი ავარია თითქოს არ არის რაღაცა. ამის გულიც ვიდექით, რაც ამდენ ხანი ამის გულიც მოდივა, დიდი არაფერი არ არის. აი გარდაცვლილია, ხო. всё. ეს მეგობრებო ახლა რა ხდება? შენ რო ვიყავით 156-ზე. იქით სხვა ავარია იყო და ეს შემდეგ არის მოხდარი ეს ავარია. წავიდეთ აბა ჯერ კიდევ ბოლომდე არა გვაქვს შესწავლით, ჩვენ გვინდა 126 რო გავწდებით, ალბათ იქაც იქნება ძველი რაღაცა. ძველი ნაავარიები და ეხლა იქიდან არის საცობი. არ ვიცი, ფაქტია რომ ეხლა ცოტა განთავისუფლდა, მაგრამ ჩვენ ეხლა თავარი 126-ზე მივიდეთ და იქ ნახოთ ის ძველი ავარია და იქ 5 საათი რატო ვიდექით იქა, ალბათ ძველი ნაკვალები იქნება. ეხლა ჩემს უკან ვინც ბიჭები არიან და მელოდებიან, უთხარ მეთქი წამოდით. 1 საათს კი მოითმენე, მაგრამ 2 მანქანა იყო რა და 2 მანქანას კი გადაწევენ ამასობაში. ეხლა ჩვენ ვართ 126-ზე, ჩვენ რომელზე 5 საათი ვიდექით 126-ზე და მე-6 ეგზიტზე და აბა იქ ნახოთ რა ხდება. ჩვენმა ჯორჯმა არ ამოისუნთქა რა ჯორჯ. საწყალივით. დილით 5 საათი იდექი იმ საცობში ნენელა მიღოვავდი, ეხლაც 1 საათი, მაგრამ არა უშვებს, ეხლა უკვე ცოტა აიშვებ არა. გავამხნევოთ ჩვენი ჯორჯი, ჩვენი მეგობარი და ჩვენი მაგარი მანქანა, აი ძალიან კმაყოფილი ვარ, აი არ დავიზარებ იმდენად მომწონს ეს მანქანა. ნახოთ აბა 126-ზე, ეს იგი 6 მილი დაგჩა. გახსოვთ ხო ჩვენ იქიდან რომ ვითვლიდეთ 126-დან 116 მილი ვიარეთ იმ საცობების გამო. იმ მიზეზის გამო ეხლა რისი პოვნაც გვინდა და უნდა ჩავატაროთ ასე ვთქვათ საცობის გამოკვლევა. რატო იყო საცობი და რატო ვიდექით 5 საათი? ნიუ-მექსიკო გამაგიჟებს რა. ნახეთ ეხლა მარცხენა აი ავარიის გამო აქ გააჩერეს. თითქოს არაფერი იყო, მაგრამ ნახეთ რა მხელა საცობია, უკვე დაიწყო ეს საწყლები, ვაიმე. აბა ეხლა ვართ 121-ზე. მაილზე, ეგზიტზე და აბა რამდენი ხანი გაგრძელდება, რა სიგრძის საცობი იქნება ეს. შეხედეთ რა. აი გაგიჟდა ჩვენი ნიუ-მექსიკო. ასეთი რაღაცები, ასე ხშირად არ შემხვედრია რაც. რაღაც ამ 30-40 მილის რადიუსში საცობებმა ტვინი წაიღეს რა. და თითქოს იქ არაფერი დაბკოლება არ იყო და რატო არიან გაჩერებული? ერთი მილი გავიარეთ. 2 მილით გავიარეთ, იმიტომ ასოთა არა. ტიპები ნახეთ განა რა. ჩვენ დილით ეს ამბავი გავიარეთ უკვე. ეხლა თქვენ რა არის რა ადამიანი ეხლა ხო ვიწვალე და ეხლა თქვენს გაიარეთ. ეხლა რატომ უნდა ვუსულო იმათ რომ მე გავიარე და თითქოს გეშვება. აი ხო ცდილობ რომ რაღაც დახვეწილი იყო რაღაცა, მაგრამ ეხლა რატომ უნდა უსულო ამ ხალხს იმდენი ხანი დგომა, რამდენი ხანის მე ვიდექი. აი რაღაც პარადოქსული არ არის? მაგ დროს ფიქრობ რომ მარტო შენ არ წვალო თუ მიას. ნახეთ რა მხელა უკვე
უკვე 3 მილი გავიარეთ. ეს ახლა ეს ამ საცობის სიგრძე უფრო გრძელი იქნება ვიდრე დილით რო ვიყავით. რატომაც არ ამგონია რა. ის 16 მილი იყო და ეს უკვე 4 მილი გავიარეთ. ეხლა იქიდან რო იყურებიან და ჩვენ რომ მოვდივართ, ეხლა ალბათ ნერწყვის ყლაფით გიყურებენ, რა კარგია თავისუფალ გზაზე მიდიხარ. 5 მილი გავიარეთ, 5 მილი ეს კი 8 კილომეტრი, ნახეთ. აი საცობი დგას და დგას, თან კი არ მოძრაობს, არამედ დგას. აბა გამოვიხედოთ ისე 128 რომელზე იყო? აუ, ესეც კაი გზელია, მეგობრებო. ჩვენი არის 128-ზე, 126 უკვე მერვე. მაგრამ მე7-ია და მე7-ს ვამთავრებ და მერვე მილი. ნიუ მეხიკომ ბევრი მძღოლი გაამწარა. მეგობრებო, 126-ზე ვიდექით, გახსოვთ? დილით. აი აქ ვიდექი მე 4-5 საათი. რა, 5-6 საათი, მე 6 საათი დაიწყო. მე თითქოს რომ გაიხსნა გზა. გახსოვთ ხო? მე აღე შევედი 126-ზე ეგზიტზე. საბურავი რო ხომ უნდა გამომეცვალა, მე ვარჩიე უკან წასვლა. და წარმოიდგინეთ ეხლა რომ მე ვამერჩიე ეს გზა. გახსოვთ ხო? აი ესე შევედი მარჯვნივ 126-ზე ეგზიტზე. ამ ხიდზე გადმოვიარე და მარცხნივ და მე წამოვედი და უკან წავედი აბაკუეკუეს მხარეს და 159 ეგზიტზე შევცვალეთ ჩვენი საბურავი. და აი ახლა უნდა გავიგოთ რატო ვიყავით ჩვენ გაჩერებული დილით. ალბათ ყვალი იქნება ავარიების ან რაღაცა, რა ვიცი. და ის საცობი რომელსაც ახლა ჩვენ პარალელურად მივდეთ, უკვე მერვე მაილზე გავიდა. აი წარმოიდგინეთ ისე რამხელა ნერვები გინდა რომ აი ესე თითქმის ყოველდღე არა, მაგრამ ნუ მაინც დამღლელია ეხლა რომ მუშაო პიკი ტაკი და ასეთ საცობებში რომ მოხდები, მაგრამ რას იზამ, რახან ადამიანი გადაწყვიტავს რომ ტრაილერზე იმუშაოს, ამისთვისაც მზად უნდა იყოს. აი მგონი ყუცხედა მგონი, მაგრამ ჯერ ისეთი უკვე დაიწყო მეჩხერად მანქანების ყოფა, აი კუდი მოვედით. ამთავრეთ ფაქტურად, ეხლა 8 მილი დავამთავრეთ. რო არ ვიცით ეს ავარია სად იყო, ჩვენ რატო ვიყავით დილით გაჩერებულები. ხო, აი ფაქტურად 9 მილი გავიარეთ, მეგობრებო, იმ ჩვენ 16 მილიან საცობს ვერაჯობა ამ საცობა. უსრულო წარმატება და მალე დამთავრება გახსნილი იყოს და ამ ძღოლებს არ ეწვავთ. ესე კი დღეს ჩვენ ნახეთ 16 მილი სიგრძე საცობი და მეორე 9 მილი სიგრძე საცობი. მაგრამ ეხლა ჩვენ თავარია ის რატო ვიყავით ჩვენ გაჩერებული, აი ეს მიზეზი მინდა ვიპოვო რაღაც. როგორ გინდა ეხლა გაიგო, სად იყო ეს ავარია. 123 ეგზიტზე ვარ, ესე კი ხო, დასავლეთში რომ მიდიხარ, ეგზიტები და მაილები ხომ მცირდება, მაგრამ რავი, ავარიებს მე აქ ვერაფერს ვერ ვამჩნევ. და სავარაუდოდ ალბათ ვერც მივხვდები. კი გითხეს ექსიდენტი და ავარიის გამო, მაგრამ სად მოხდა ეს ავარია და როგორ მოხდა და ბოლოს ახლა 5 და 6 საათი როგორ უნდა იყოს დაკეტილი ავარიის გამო, აი მაგას ვერ ხვდები რა. ეთყობა ასეთ რაღაცებიც ხდება. ცოტა მეგობრებო, უკვე გავიარე 10 მილი, მაგრამ მე რაღაც ნავარიებს აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. დავამთავროთ ჩვენი ეს ვიდეო და რა დავარქვათ ამ ვიდეო? დავარქვათ ტრაილერი ძღოლების
საცობების მოთმენის ვარჯიშის გაკვეთა. დასაწყისში ხო ვთქვი რომ მეთქი უნდა იყოს გაკვეთილები რომ ადამიანი შეეჩვიოს ამ საცობებში ყოფნას, ანუ მოთმენას. და ისე რაღაცას ხედავ არა. ისა ბევრი მანქანა გამოჩნდა და მეთქი მათ ხო არ არის მეთქი. და ვიდეო დავარქვათ გზებზე მოთმენის ვარჯიში. ეხლა ჩემთან ერთად თქვენ ხო ივარჯიშეთ, ეხლა მოდიხარ, ან მოდიხარ ჩერდები, ელოდები. ერთ სიტყვით მოთმენის გაკვეთილი გავიარეთ ერთად, მეგობრებო. კარგით აბა, გემშვიდობებით მეგობრებო, კარგად იყავით, ყველა სიხაროს, ბედნიერებას და მოთმენას გისურვებთ. არდა ცხოვრებაში მოთმენის გარეშე წარმატება და ის არ მოდის. ხო მასია. კარგად მომავალი საინტერესო ვიდეოებამ. მეგობრებო, პოს ფაქტუმ ვიდეო გავთიშე, ჩავდე და უკვე სხვა რაღაცებზე ფიქრობ და შორს არ დავინახე, თურმე ასე დამწვარი იყო ტრაილერი და ეს იყო მთელ მიწაზე მიფენილი რა. ესე იგი მართლა დიდი ავარია იყო და ტრაილერს ქონია გადაკეტილი და დამწვარი იყო და ის მერე გაწმენდილი იყო, მაგრამ ქვემოთ ეთყობოდა. ზემოდანაც ეთყობოდა და მაგრამ სამწუხაროდ გადაღება ვერ მოვასწა. ნუ არა უშავს. ყველას წყნარ მშვენიერ და ასე ვთქვათ, კარგ მგზავრობას გისურვებთ.